და პრენკე. კარგი, აქ დამელოდე. მეგობრებო, ის ბავშვი არ არის. ის ერთგვარი კოშმარია. ო, მართლა, ამას ახლა მიხვდი? და რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ? იქნება ეს მისი მორიგი ხუმრობა? გახსოვთ საბავშვო ბაღი? ძალიან გავს იმ სიტუაციას. ის მართალია. დაურეკოთ დედას. გამარჯობა დედა, გამარჯობა. შენ ხომ არ მოინდომე დღეს ჩვენი გაპრენკვა? იქნებ აქ ვინმე გამოვაგზავნე? ვიღაც ძალიან პატარა? სისულელეს ულაპარაკობ ნიკო. რა თქმა უნდა არა. ახლა მანიკურს ვიკეთებ, არ შემიძლია ლაპარაკი. კარგი, ნახვამდის. ის ყოველთვის ასე აშინებს? კი ნაყავთ თქვა დამიჭაღარავდა. თქვენ საერთოდ არაფერი არ გესმით. მე თქვენ თამაშს თავაზობთ, ჩელენჯს, მაგრამ არა იმ ბავშვს სულელურ თამაშებს. აბა რა თამაშს? მე ვუყურე თქვენ სახს და ნახე თუ როგორ პრენკავთ ერთმანეთს ხოლმე. დროა ითამაშოთ როგორც დასრულებმა ჩემს წინააღმდეგ. რა? ჩვენ ვითამაშებ პრენკების თამაშს. თქვენ ყველანი ჩემ წინააღმდეგ იქნებით. და ბოლოს, ვინც ყველაზე კარგად გაპრენკავს, ის მოიგებს ამ სახლს. რა? ჩვენი სახლი? რა უთხრათ დედას? კარგი რა, ჟენია, როგორ შეიძლება ყველამ ერთად წავაგოთ პატარა გოგოსთან? გეშინია, ჟენია?